20,000 ლარიანი გირაო და საზღვრის კვეთის შეზღუდვა შეუფარდა ირაკლი ოქროაშვილს სასამართლომ. საუბარია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე არ გამოცხადებასთან დაკავშირებით. ხდომის დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში მაკა ლაშხია შემოგვიერთდება. მაკა, გისმენთ. ლიზა, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარი შუამდგომლობა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქროაშვილს 20,000 ლარიანი გირაო შეუფარდა, მას ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთა. პროკურატურა მიუთითებდა, რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე, სწორედ აქედან გამომდინარე ითხოვდა საზღვრის კვეთის აკრძალვას. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე, როგორც მათ აღნიშნეს, ირაკლი ოქროაშვილი დღეს უნდა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიების გარეშე, რაც შეეხება საზღვრის კვეთას. ირაკლი ოქროაშვილმა სასამართლოს ხდომათა დარბაზში აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე 6 წელია მიმდინარეობს სხვა სისხლის სამართლის საქმე. ამ დროის განმავლობაში მან არაერთხელ დატოვა საქართველოს საზღვარი, თუმცა ყოველ ჯერში ის უკან დაბრუნდა და შესაბამისად ბრალდების მხარის აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ ის მიიმალებოდა, ეს იყო აბსურდული. რაც შეეხება გირაოს, ირაკლი ოქროაშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა აღნიშნული გირაო არც გადაიხადოს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიაში არ მისვლას, მან თქვა, რომ ეს ყველაფერი არის ცირკი და ის ამაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. თავისუფლება არ იზომება არც 20,000 ლარად, არც 50,000 ლარად, არც საზღვრის კვეთის აკრძალვით. თავისუფლებას აქვს სხვა ფასი, მაგრამ ის ამას ვეღარ გაიგებს ვეღარადროს. ერთში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, გითხარი. ბატონო, თქვენ თქვით, რომ გირაოს გადახდას გირჩევია წახვიდეთ ციხეში. შეიძლება ასეც მოვიცეთ და არ გადავიდეთ. ჩვეულებრივი ცირკი, არანაირი საგამოძიებო კომისია არ არსებობს, როგორც საქართველოს პარლამენტი არ ყავს. თუ რამის გამოძიება უნდა და 15 წლიანი ხანდაზმულობის შუა და ყველა საქმეზე გასული, აქამდე გამოეძიებინა. უზდარობაკიძის საქმეზე ხორობითი გაკვეთილები აქვს, თუ გამეორება ცოდნის ზედა აქვს, არ ვიცი. სასამართლოში იხილება ეს საქმე 6 წელია, მე აქ დავდივარ ამ საქმეზე, როცა დამთავრდება, მაშინ დამთავრდება. ირაკლი ოქროაშვილის მიმართ 2004 წლის ფაქტთან დაკავშირებით 5-6 წელია მიმდინარეობს დღეს სასამართლოში არსებითი განხილვა საქმისა, სადაც 8 წლამდე ითვალისწინებს ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას. ამ პერიოდში უამრავჯერ დატოვა მან ქვეყნის საზღვრები და ჩამოვიდა ისევ საქართველოში და ამ ძიმე მუხლის შიშით თქვათ არ დაუტოვებია საქართველო. 2004-6 წლებში თუ 8 წლებში არსებულ რაღაც საქართველოში არსებულ ვითარებასთან, ახლა არ ვიცი ექსპერტია რა უნდა თქვისგან ვერ გეტყვით და მით უმეტეს იცით რომ 2007 წლიდან ის საქართველოში აღარ იმყოფებოდა. კანონმდებლობა ჩვენ გვაგზავს უფლებას გამოვიყენოთ კონკრეტული სახე, როგორც აღკვეთის ღონისძიების, ასევე მოვითხოთ დამატებითი ღონისძიების სახე, ეს იყო ამ შემთხვევაში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა, რაც ვფიქრობ, რომ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას. ამ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და მას აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი სახე და დამატებითი ღონისძიება. მოცემულ შემთხვევაში ახლა როცა ვსაუბრობ ჩვენ კონკრეტულ ბრალდებულზე, ირაკლი ოქროაშვილზე, ჩვენ საქმის მასალებშიც მითითებული გვაქვს შუამდგომლობის დასაბუთებისთვისაც გამოვიყენეთ, რომ მას წარსულში კონფლიქტი ჰქონდა კანონთან. ეს არ იყო პირველი შემთხვევა მისი არაკანონმორჩილი ქმედებისა. მის მიმართ არაერთი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი გამომტყუნებელი განაჩენის სახით. შესაბამისად ეს გარემოება ახასიათებს ბრალდებულში და შესაბამის კონკრეტული სახის მოთხოვნისას ეს გარემოება ხდება მხედველობაში მიღებული. ირაკლი ოქროაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე 26 მარტს იქნა დაბარებული. კომისიის წევრებს მასთან ჰქონდათ კითხვები 2004-2006 წლებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით, თუმცა როგორც უკვე იცით, ირაკლი ოქროაშვილი აღნიშნულ ხდომაზე არ გამოცხადდა. ის მოგვიანებით დაიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე, უკვე გუშინ კი მას ბრალი პროკურატურაში წარედგინა 349 მუხლით, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული ბრალი 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს. საქმეზე კი წინა სასამართლოს ხდომა 14 მაისს ჩაინიშნა. მადლობა, მაკა ლაშხია სასამართლოდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.